გამარჯობა მაიკლ. სულ რაღაც ერთ კვირაზე ცოტა მეტი გავიდა მას შემდეგ რაც სერ ჯიმ რეტკლიფმა იმიგრაციასთან დაკავშირებით თავისი კომენტარები გააკეთა. ცხადია ამას გლობალური გავლენა ჰქონდა, თუმცა ამავე დროს ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა, მათ შორის მანჩესტერ იუნაიტედის ყველაზე ძირითადმა გულშემატკივართა ორგანიზაციამაც. როგორც კლუბის ყველაზე თვალსაჩინო სახე, მთავარი მწვრთნელი, ადამიანი რომლისგანაც ყველაზე ხშირად გულისხმის კლუბის ხმა, შეგიძლია თუ არა შენი შეფასება მოგვცე ამ კომენტარებზე და იმ გავლენაზე, რაც მათ მოახდინეს? დიახ, ვფიქრობ სერ ჯიმმა უკვე გააკეთა განცხადება და ამის შემდეგ კლუბმაც გააკეთა საკუთარი განცხადება. ასე რომ ჩემი მხრიდან ამ ყველაფერზე რაიმეს დამატება, ალბათ ჩემი საქმე არ არის. ვფიქრობ ამ თემაზე უკვე საკმარისად ითქვა. რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ამ კლუბში მრავალი წელია ვარ და ვფიქრობ, ჩვენ ყოველთვის ძალიან დიდი გლობალური გავლენა გაგვაჩნია, ნებისმიერ კონტექსტში და ამაზე პასუხისმგებლობაც გვაკისრია. და იცით წლების განმავლობაში, როგორც ფეხბურთელი, როგორც კლუბის შტაბის წევრი, როგორც გულშემატკივარი, ვფიქრობ, ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმ გარემოთი და კულტურით, რაც კლუბში გვაქვს. თანასწორობა, მრავალფეროვნება და ერთმანეთის პატივისცემა ის ფასეულობებია, რომელთა ყოველდღიურად გატარებას ვცდილობთ. მე მთელი მსოფლიო მოვიარე და ვიცი, რას ნიშნავს ეს კლუბი, უამრავი ადამიანისთვის. ასე რომ, სრულიად ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას და ვცდილობთ ყოველდღიურად შევასრულოთ ის. არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ სერ ჯიმის კომენტარებმა შეარყიოს ის ფაქტი, რომ თქვენ თავად იყავით მრავალკულტურული გუნდის ნაწილი. სერ ალექს ფერგუსონი ხშირად უსვამდა ხაზს იმ გუნდში მოთამაშეთა განსხვავებულ წარმომავლობასა და ამბობდა, რომ ეს იყო ის ერთ-ერთი მიზეზი თქვენი წარმატებისა. ახლა თქვენ თავად ხელმძღვანელობთ გუნდს, სადაც ფეხბურთელები სხვადასხვა წარმომავლობის არიან, როგორც ინგლისიდან, ისე საზღვარგარეთიდან. გისაუბრია თუ არა მათთან ამ საკითხებზე და ხომ არ არსებობს იმის რისკი, რომ სერ ჯიმის კომენტარები ერთიანობას აზიანებდეს და იმას, რის მიღწევასაც თქვენ ცდილობთ? ჩვენ ძალიან ძლიერი ჯგუფი გვყავს. იქნება ეს გასახდელში მყოფი ფეხბურთელები, შტაბი, მთლიანად კლუბის გარშემო არსებული ადამიანები თუ კლუბის გარეთ მყოფნი, თუმცა განსაკუთრებით კლუბის შიგნით. ვფიქრობ, ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ. აქ ვართ იმისთვის, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ და მხარი დაუჭიროთ ყველანაირად, როგორც კი ამის შესაძლებლობა გვაქვს. ამ კვირაში ბიჭები ძალიან კარგ განწყობაზე იყვნენ. ვარჯიშებზე ცოტა დასვენების დროც ჰქონდა, რაც მნიშვნელოვანი იყო ერთგვარი განტვირთვა, ამოსუნთქვა, ყველაფრის გადახარშვა იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მოკლე დროა, რაც ერთად ვართ. შემდეგ დავბრუნდით და ყურადღება მომავალზე გადავიტანით. ამ ეტაპზე შემდეგი თამაშის მოლოდინში ვართ. ასე რომ დიახ, აშკარად ვართ აქ იმისთვის, რომ ერთმანეთის ყველანაირად დავეხმაროთ და მხარი დაუჭიროთ. მაიკლ, ამ თემას რომ გავყვეთ, ფიქრობთ, რომ ასეთი კომენტარები შეიძლება გავლენას ახდენდეს ჯგუფზე, რომელიც, როგორც საიმონმა თქვა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის განსხვავებული წარმომავლობისა და სოციალური ფენების წარმომადგენელია? როცა ხედავენ, რომ კლუბში ასეთი გავლენიანი ლიდერი მსგავს განცხადებებს აკეთებს, შეიძლება ამას გავლენა ჰქონდეს ფეხბურთის მიღმაც კი, ზოგადად სამუშაო გარემოშიც. ვფიქრობ, ამ კლუბის ნაწილად ყოფნა ნიშნავს იმას, რომ კარგად გვესმის მისი გლობალური მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რაც ამასთან ახლავს. როგორც უკვე ვთქვი, მხოლოდ ჩემი პირადი გამოცდილებით შემიძლია ვილაპარაკო. აქ უკვე დიდი ხანია ვარ სხვადასხვა მწვრთნელებთან, სხვადასხვა შტაბთან ერთად. გულშემატკივრები დიდწილად იგივე დარჩნენ. დროთა განმავლობაში ახალი გულშემატკივრების დაგვემატა, მაგრამ ყველა განსხვავებული წარმომავლობისაა. ეს ის საკითხია, რომლის შესახებ სრულიად ინფორმირებულები ვართ, მეც პირადად. ვამაყობ იმით, რასაც წარმოადგენს ეს კლუბი და რას აკეთებდა ამდენი წლის განმავლობაში და ამას ძალიან კარგად ვაცნობიერებ. არის თუ არა რაიმე სიახლე მეისონ მაუნტისა და მატაის დელიხტის ტრავმებიდან დაბრუნებასთან დაკავშირებით? დიახ, მეისონი უახლოვდება დაბრუნებას. ვფიქრობ, მოთმინებით ვიქნებით და რეალურად აქამდეც ვიყავით, მოთმინებით მის მიმართ. არაფრის დაჩქარება არ გვინდა. მეისონი ჯგუფისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და გვინდა რომ დაბრუნდეს სრულიად ჯანმრთელი, რადგან მას დიდი გავლენა შეუძლია მოახდინოს ჩვენს თამაშზე. ასე რომ ის უკვე უფრო ახლოსაა დაბრუნებასთან, რაც ჩვენთვის კარგია. მატაი კი ცოტა უფრო ჩამორჩება. როგორც გასულ კვირას თქვი, ის მეისონზე ოდნავ უკან არის. ვცდილობთ მასთან ეტაპობრივად ვიმუშაოთ, რომ ნელ-ნელა უფრო ახლოს მივიყვანოთ დაბრუნებასთან. მაიკლ, როგორ აპირებთ ევერტონის დამარცხებას? მისმინეთ, თამაში ბევრი ასპექტია. დევიდის გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. ის ძალიან კარგი მწვრთნელია და დიდი გამოცდილება აქვს. იცის, რა სჭირდება წარმატებას ამ ლიგაში. ეს ჩვენთვის ახალი გამოწვევაა და გულწრფელად ველით მას. ქონდა დრო, რომ ამ მატჩისთვის წინასწარ მომზადებულიყავით. დიახ, ეს ბევრ ამას მოითხოვს. ვიცი, რომ ახალი სტადიონია, მაგრამ ისტორიულად იქ თამაში ყოველთვის რთული იყო. ატმოსფეროსა და გულშემატკივრების დამსახურება, რასაც ისინი ქმნიან. აქ ერთ-ერთ ყველაზე რთული გასვლითი მატჩები იყო, რაც მეოდესმე მითამაშია. ამას ვითვალისწინებ და ვეცდებით მაქსიმალურად საუკეთესო ვერსია ვიყოთ. გვაქვს გასაუმჯობესებელი ასპექტები, მაგრამ ასევე გვაქვს კარგი ბაზა და მყარი საფუძველი მომავლისთვის. ასე რომ კარგი განწყობაა. ორშაბათს საღამოს ყველაფრის გამოყენება მოგვიწევს. გძნობ თუ არა, რომ ვესტჰემთან მატჩი იყო პატარა ნაბიჯი უკან იმასთან შედარებით, რაც აქამდე აჩვენეთ და რა დეტალებია ის, რაც ევერტონთან მატჩისთვის უნდა შეიცვალოს?
ფიქრობ ბალანსი უნდა დავიცვათ, არ უნდა აუფრინდეთ ზედმეტად გამარჯვების შემდეგ და არც მაშინ უნდა გადავაჭარბოთ რეაქციას თუ სამი ქულით ვერ დაბრუნდებით. არსებობს გააზრება, რომ ამ ლიგაში თამაშების მოგება ძალიან რთულია და ეს მხოლოდ ჩვენთვის არ არის ასე. თამაშის დიდი ნაწილი კონტროლის თვალსაზრისით და იმ მხრივ თუ როგორ მართავდით მატჩს საკმაოდ ბევრი კარგი ელემენტი იყო. ბოლოსკენ თამაში უფრო გახსნილი გახდა, როცა მოგებას უფრო აქტიურად ვცდილობდით, მაგრამ საშიშები ვიყავით. გვიან გატანილი გოლი ძალიან კარგი იყო და დიდი პოზიტივია. ასე რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქულაა. რა თქმა უნდა, მოგება გვინდოდა, მაგრამ ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ეს ცუდი თამაში იყო ან დიდი ნეგატივი. ვფიქრობ, საკმაოდ დაბალანსებულები ვართ, როგორც იმ მატჩის შესვლისას, ასე გამოსვლისას და მომავალ თამაშებზე ვართ კონცენტრირებული. ევერტონთან თამაშამდე 13 დღიანი პაუზა იყო. როგორ იყო ასეთი ხანგრძლივი პერიოდი? დაგეხმარა თუ ფიქრობთ, რომ რიტმი დაგირღვიათ და როგორ მიდის გეგმები შუასეზონური ამხანაგური მატჩის შესახებ? როცა შემდეგი პაუზა დადგება, რამდენად ხართ თქვენ ჩართული ამ გეგმებში? ვცდილობდით არსებული პაუზა მაქსიმალურად სასარგებლო გაგვეხადა. სხვადასხვა გზით ვეცადეთ ამის გაკეთებას. ცვლილებების ფონზე და იმ ერთთვიანი პერიოდის შემდეგ, რაც ერთად გავატარეთ, მნიშვნელოვანი იყო ყველასთვის რამდენიმე დღე გქონოდა, რომ ეს ყველაფერი გადაიხარშა. ბიჭებმა ცოტა ივარჯიშეს, რამდენიმე დღე დაისვენეს, შემდეგ ისევ ივარჯიშეს, ვცდილობდით ბალანსის პოვნას, რიტმის შენარჩუნებას, სიმახვილეს, კონცენტრაციის შენარჩუნებას, რაზეც ბიჭები უნდა ვთქვა ძალიან კარგად მუშაობდნენ ვარჯიშებზე. შემდეგ კალენდარმა მოხსა სხვადასხვა ტიპის შუალედები თამაშებს შორის. ვცდილობთ მოვერგოთ და დავინახოთ რა გამოვა აქედან, განსაკუთრებით საერთაშორისო პაუზისა და მის შემდეგ შესვენების გათვალისწინებით. ეტაპობრივად მართავთ ამ ყველაფერს და ვეცდებით მაქსიმალურად გამოვიყენოთ. როგორ უყურებთ ამხანაგური მატჩის პერსპექტივას, თუ კლუბი ჩათვლის, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება მიიღებთ ამას? ეს ბევრ ამაზეა დამოკიდებული. აქ შავ-თეთრი პასუხი არ არსებობს. ბევრი შუალედური ფაქტორია, სად ტარდება მატჩი, როგორ იქნება გარემო, რა დროს, როგორ ეწყობა კალენდარში. ასე რომ ეს მარტივი საკითხი არ არის, მაგრამ ეს არის რაღაც, რაც უნდა განვიხილოთ და გავაკეთოთ, თუ ვიფიქრებთ, რომ ეს ფეხბურთელებისთვის საუკეთესო იქნება.